ეს იან სტენის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1651 წელს შექმნა. პირველ რიგში მაყურებლის ყურადღებას სურათზე ბიჭუნას გამოსახულება იქცევს, რომელიც დაბალ სკამზე ზის, ხელებით ის სკამის საზურგეზეა მიბმული. მის უკან ვხედავთ თაღლითს, რომელიც ადგილობრივ ბაზარში სხვა საქმიანობასთან ერთად ექიმობასაც ითავსებს. მამაკაცი მარცხენა ხელით ბიჭს ყბას უჭერს. მარჯვენათი კი სპეციალური ინსტრუმენტის დახმარებით კბილის ამოღებას ცდილობს. შორიახლოს შეკრებილი ადამიანები ინტერესით აკვირდებიან ბიჭუნასა და თაღლით ექიმს. მათგან ყველაზე ახლოს ბიჭუნასთან, მაყურებელთან ზურგით გამოსახული წითელ ზედატანიანი პატარა ბავშვი დგას. პატარა ბიჭს არ სურს რაიმე გამორჩეს. თამაშიც კი მიატოვა და გულმოდგინედ აკვირდება ექიმს. იქმნება განცდა, რომ ყალთაბანდი ექიმი ესესაა ამოუღებს ბიჭს კბილს. სკამზე მიბმული ბიჭი ფეხს მაღლა აიქნევს. წითელ ზედატანიანი ბავშვი კი, რომელიც ბიჭუნასთან ძალიან ახლოს დგას, გაქცევასაც ვერ მოასწრებს, ისე აღმოჩნდება თვალის დახამხამებაში მიწაზე. უკან გამოსახულ პირთაგან ნაწილი ექიმს აკვირდება. ნაწილი კი ბიჭუნას დასცინის, რომელმაც ჯანმრთელობა ამ ყალთაბანს ანდო და თან ფულიც გადაუხადა. ერთადერთი, ვინც ბიჭს გულწრფელად გულშემატკივრობს, მის სიახლოვეს მოწნული კალათით გამოსახული ქალბატონია. ყალთაბანდი ექიმის სახელდახელოდ მომზადებულ მაგიდაზე ვხედავთ ქილებს, მეტალის ჯამს, ხურდაფულს. აქვეა ფურცელიც იმის დასტურად, რომ ექიმს ნამდვილად შეუძლია პაციენტების მიღება. მაგიდად გამოყენებულ კასრზე გასაღებებია გამოსახული. ეს გასაღებები ლეიდენის გერბზე გვხვდებოდა. სურათი ავტორის მიერაა ხელმოწერილი და დათარიღებული. ის ამჟამად ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.